სუპერლიგის ჩვენების სპონსორია ევროპაბეთი. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინტერნეტ პარტნიორია MyVideoG. MyVideoG, შენი ვიდეო პორტალი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ტელეკომპანია აფხაზეთსმა აგრძელებს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი-ოფების ჩვენებას პირდაპირ ეთერში. ამჯერად ძალიან საინტერესო მატჩი დინამოსა და არმიის დაპირისპირება დაიწყება სულ ცოტა ხანში. დინამოს კალათბურთელების წარდგენა მიმდინარეობს ახლა. ხედავთ დინამოს კალათბურთელებს, რომლებმაც პირველ შეხვედრაში მოახდინეს საოცრება და 8 წამში 4 ქულიანი უპირატესობა როგორღაც აღმოფხვრეს არმიის და მოუგეს შეხვედრა. ირაკლი კეიდიას მშვენიერი ალეუპი და ორმოცაძის ენდვანი იყო გადამწყვეტი იმ შეხვედრის ბოლოსკენ. რეპორტაჟს უძღვებიან გიორგი გულბანი და ირაკლი აბაშიძე, ხოლო წარმოგიდგენთ ევროპაბეთი რეპორტაჟს და გენერალური სპონსორი გახლავთ ჩვენების ახალი Kia Cerato. დაიწყებოდა შეხვედრა. მოდი დაგასვამთ იმ ორი მატჩის ანგარიშს, რომელიც დღეს გაიმართა. კომპლექს არენაში მოიპოვეს ნახევარფინალის სამსურვები. ოლიმპა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საპარლამენტო გუნდებმა ოლიმპა მეორე შეხვედრაშიც ეს დაამარცხა სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. მეორე მატჩში ანგარიში დაფიქსირდა 117-77 სერიაში 2-0 და ოლიმპა ასახულებულად მოიპოვა მომდევნო ეტაპის საერთოდ შეეკრება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას. გალონება სოხუმი დაამარცხეს ანგარიშით 80-77. ასევე 2-0 სერიაში გაიმარჯვეს და გავიდნენ ნახევარფინალში. ეს გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალში არ შეხვდებიან. ოლიმპის მეტოქე იქნება არმია დინამოში გამარჯვებული, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის მეტოქე კი იქნება რუსთავისა და ქუთაისის საკალათბურთო გუნდების შორის უძლიერესი. რუსთავისა და ქუთაისის გუნდების დაპირისპირება პირველი მატჩის სერიაში გაიმართება ხვალ, ხოლო ამ გუნდების გამეორების დაპირისპირება რუსთავში შედგება 20 აპრილს. მოიხსენებათ ამ გუნდების პირველი მატჩი მოჩატარებული იყო რუსთავში, თუმცა თამაში დაიწყო და პირველ მოთხრებში შეუძლია ტექნიკური ხარისხები შეიქმნა რუსთავის სპორტსასახლეში. თამაში შეწყდა და ელექტროენერგიის წასვლის ენერგია გაითიშა დარბაზში და გადაწყდა ისე რომ პირველ მატჩს უკვე ქუთაისი ჩაატარებს თავის კედლებში. ეს თამაში შედგება ხვალ. მოდი ირაკლი გავასწოროთ ჩვენს ტელემაყურებლებს დღევანდელი მონაწილე გუნდების განაცხადებიც და მატჩზე ვისაუბროთ ზოგადად. როგორც ითხარით, სერიაში 1-0 იგებს დინამო, ხოლო დღევანდელი მატჩის განაცხადები ასე გამოიყურება. დავიწყოთ სწორედ თბილისის დინამოს შემადგენლობით. ნომერი 4 ლამარ კარიმი, ნომერი 5 იოსებ ლეჟავა, ნომერი 6 ბექა ჯიკულაძე, ნომერი 7 ზეზვალი ლუაშვილი, ნომერი 10 კობა კობაიძე, ნომერი 13 ირაკლი კეიდია, ნომერი 20 გიორგი ორმოცაძე, ნომერი 23 შოთა გელაზონია, ნომერი 23 ქეიონ კარტერი, ნომერი 32 მილან ოლუიჩი, ნომერი 33 ფილ კლაიმენი და ნომერი 34 ბექა ღუდუშაური. გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია, ხოლო მისი ასისტენტი გახლავთ ამბროსი ორმოცაძე. რაც შეეხება არმიას, ნომერი 4 გიორგი გამყრელიძე, ნომერი 5 ზვიად ბაბიაშვილი, გუნდის კაპიტანი, ნომერი 6 ანატოლი ბოისა, ნომერი 9 ნომერი 13 ბექა წივწივაძე, ნომერი 15 ბესიკ ლეჟავა, ნომერი 21 ირაკლი საყვარელიძე, ნომერი 23 გიორგი შარაბიძე, ნომერი 24 გიორგი ჯგერენიანი და ნომერი 55 ლაშა ფარღალავა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში, ხოლო მისი ასისტენტი გახლავთ ბუბა ბერიშვილი, მატჩის მსაჯები არიან მაკა კუბატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი, მატჩის კომისარი მერაბ რატიშვილი. ხუთეულები ღა დაგვრჩა, მე მგონი სათქმელი როცა გამოვლენ გუნდები ხუთეულებსაც მოგახსენებთ. საინტერესო შეხვედრა იქნება, დარწმუნებული ვარ გიორგი, იმიტომ რომ წინა მატჩი იყო რაღაც საოცრება. ესეთი რამე არ გვინახავს კარგა ხანია, საერთოდ არ ვიცი საქართველოს ჩემპიონატში ნახა თუ არა ვინმე ასეთი რამ, მაგრამ მე პირადად არ მინახავს. 8 წამში 4 ქულიანი უპირატესობა გაფლანგა არმიამ და პირიქით დინამომ გამოიყენა ეს ყველაფერი და ნახეთ კიდევ ერთხელ განმეორდები ირაკლი კეიდიას ალეუპი და შემდეგ ქეიონ კარტერის დანკი და ბესოთი და შემდეგ ამბროსი რა თქმა უნდა ამბროსი როცაძეს ვაშარეს გივი 40-ის ენდვანით ჩაგდებული გუნდი. და მაგიტომაც არის ალბათ ეს სპორტი ძალიან საინტერესო, სანახაობრივი და საინტერესო, ამიტომაც უყვარს მილიონობით გულშემატკივარს ეს სახეობა და მე იმედი მაქვს რომ დღევანდელი თამაშიც იქნება
ანაკლებ თვალსაჩინო და სანახაობრივი და იმედია ის გულშემატკივრები, რომლებიც ახლა ჩვენ კაცშიც ვიხილეთ, ეს ამ შემთხვევაში დინამოს კომაგები, თუმცა გლადიატორები, რომელიც თუმცა მრავალ არიან კომაგები დღეს სპორტ კომპლექს არენაში და იმედი მაქვს ისინიც და ჩვენს ტელეეკრანთან მოყავდებული გულშემატკივრებიც იხილავენ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო საკალათბურთო სპექტაკლს და ამაში რა თქმა უნდა სწორედ ეს კალათბურთელი რომელსაც გამოდიან პარკეტზე შეიტანენ რა თქმა უნდა მთავარ წვრთნს. მოდი ხუთეულებით ვთქვათ საკალათბურთო კლუბი არმია გამყრელიძე შემდეგ ფარღალავა, შარაბიძე, ჯგერენაია და საყვარელიძე, რაც შეეხება დინამოს, ლამარ კარიმი, მილან ოლუიჩი, ბექა ჩიკვილაძე, კენ კარტერი და ლეჟავა, იოსებ ლეჟავა, ესეთი გახავთ გუნდების ხუთეულები. ორ-ორი მაღალი კალათბურთელი, შარაბიძე და ჯგერენაია არმიაში, ხოლო რაც შეეხება დინამოს, კარტერი და ოლუიჩი. ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნება ალბათ ამ კალათბურთელების. არმია განახორციელებს პირველ შეტევას, ლაშა ფარღალავა ბურთით საყვარელიძეს გადააწოდა. ჯგერენაია საბოლოო ჯამში მე შეიმაგრა ბურთი მაინც გამყრელიძე. შარაბიძის ბლოკი, შარაბიძე რომელმაც წინვალე მატჩი ჩაატარა წინა შეხვედრაში 23 ქულა ჰქონდა მას. საყვარელიძის სუდი პასი და პირველი დაკარგვა უკვე. არმიელმა კალათბურთელებმა დაკარგეს ბურთი. კარიმი მეორე წრეში თბილისის დინამო მოახერხა გამარჯვება და მეტოქე დაამარცხა 74-69-ზე, რომ რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ აგერში განაბარი იყო, თუმცა პლეიოფში უკვე დაწინაურდა როგორც კოლასელი დინამოზე, რომ დღეს მოვლენები საგუნდო ენაცილობდა გიორგი ლაშა გამყრელიძე როსინჯა ძალა, თუმცა არასდროს გამოვიდა მისი თორსა და უკვე დინამო შემოიტანს ბურთს თამაში. კენ კარტერი ჯერჯერობით ანგარიში 0-0-ია, ესეც სათქმელია. ვერ ჩააგდო ვერც ერთმა გუნდმა ბურთი. ნახოთ, რომელი გუნდი გახსნის ანგარიშს. ბექა ჩიკვილაძე, რომელმაც წინა შეხვედრა ძირითად ხუთეულში არ დაიწყო, ფილ კლაიმენი იყო მის ნაცვლად, მაგრამ კლაიმენი ახლა სათალიგოთა სკამზია და ბექა ჩიკვილაძეა. რომელმაც ახლა უხერხულად ესროლა ძალიან და ბუნებრივია ვერ ჩააგდო ირაკლი საყვარელიძე. ჯარიმა ტაქტიკური ბუნებრივია, სწრაფი შეტევა მიდიოდა და იოსებ ლეჟავამ ჯარიმა აიღო. გამყრელიძე მორკულიანი ოფის მოათავსა ბურთი კალათში და ანგარიშში ორი გოლი დაწინაურდა საკალათბურთო კლუბი არმია. არმია დაწინაურდა, კარტერმა გადააგდო ბურთი ვერ ჩააგდო, საყვარელიძე მოხსნა და გამყრელიძე წინა შეხვედრაშიც არმია იგებდა 12 ქულას მეცაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ნახეთ რაც მოხდა. 4-0 სამქულიანი არ ყოფილა, ეს ორქულიანი იყო. 4-0 წაიყვანა არმიამ ჯერჯერობით. ლაუ ბექა ჩიკვილაძე მესროლა ცოტა უხერხულად ვერ ჩააგდო, დააფარა ჯგერენაიამ კარტერს და შეტევაში ჯარიმა. ჯერჯერობით დინამო ვერ ახერხებს ბურთის ჩაგდებას, 3 წუთი და 23 წუთი გავა ეხლა სულ მალე, მაგრამ ჯერჯერობით 2 წუთსა 30 წამში ბურთი ვერ ჩააგდო დინამომ. და ძალიან საინტერესოა. გიორგი შარაბიძე იყო ეხლა გასული ეპიზოდის მთავარი გმირი, მან კარგად წაართვა ბურთი კარტერს და გიორგი შარაბიძე მინდა ვიტყო, რომ მე მგონი ეს კალათბურთელი როგორც იქნა შედის კარგ ფორმაში და ამის გამოდასტურებელი არის, რომ წინა შეხვედრაში დინამოსთან სწორედ შარაბიძე გახდა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ორი გუნდის შემადგენლობაში 25 ქულა ჩააგდო. შარაბიძემ და ასევე 10 მოხსნა მიითვალა საკარაკტერში
ნორმალი დუშით გამორჩა სკალბურთზე და მე პირადად ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ შარაბიძე ემელა ხანს თავიანთი შემდეგ ახერხებს უკვე თავის სასწაული ფორმის აღდგენას. კვლავ არმიელები არიან შეტევაში გამყრეზე ხუთით. გადააწოდა საყვარელის საკულიან და კორსთან, თუმცა არ გამოდგა ზუსტი მისი მცდელობა და ძალიან არაზუსტად ესროლა საყვარელიძე, მაგრამ და იცის ამ კალათბურთელმა სამქულიანი სროლა, არც თუ ისეც უდათ თან. ესაც უნდა გავითვალისწინოთ. ნუ წინა ტურის შეხვედრას, წინა მატჩს უბრალოდ ამ სერიისას უყურებდი მე და ძალიან შემეწოდა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენს ეკრანებზე იყო ცოტა ხნის წინ, კოტე ტუღუში. ნუ არ ვიცი, ეხლა ესეთ თამაში წაგება არის ძალიან ცუდი, ნამდვილად. მაგრამ არ დაუკარგო დინამოს. წყინვალე თამაში, რომელმაც ეხლა პირველი ორი ქულა ჩააგდო. შეხვედრაში საყვარელიძე, შარაბიძე ჯარიმა შეტევაში იყო ნამდვილად. ორივე ფეხი დააფიქსირა მილანოლუიჩმა და მხარი მიკრა გიორგი შარაბიძემ. სუფთა ჯარიმა, ძალიან სწორი ჯარიმა. ჯორჯერობი ძალიან კარგად საჯობენ ამ შეხვედრაში მატჩის არბიტრები, მაგრამ სოხუმის აკადემიის შეხვედრა არც თუ ისე კარგად განსაჯეს საჯებმა. მაგრამ ნახოთ ეს შეხვედრა როგორ იქნება მათთვის. კარტერს საოცარი ბურთი ამოუვარდა ეხა. 4 წუთი გავიდა გიორგი და 6 ქულა აქვს ორივე გუნდ ჩაგდებული. საინტერესო ფაქტია მოსაბაში. მაშა გამყრეზე 6-2 დაანწნაურო. 8 ქულა უკვე. ბატონო თავისი გუნდი და მართლაც ალბათ მაქსიმალურ ყურადღებას უთმობენ ორივე გუნდის კალათბურთელები დაწვით თამაშს და მოდის თქვათ ის რომ ძალიან დიდია დაძაბულობა პარკეტზე, რადგან არმიელებისთვის ოქროს პასი აქვს ალბათ ამ თამაშს, რადგან მოქმედი ჩემპიონია გიორგი ბოდიში გადაყვატინებ წყინვალე დაფარება ირაკის საყვარელიძის შესრულებით ჩამოიღო ჰაერიდან ეხა ელემენტარულად კიენ კარტერი. ეფექტურად ითამაშა არმიელთა 21 ნომერმა. მე გავაგზავნებ ჩემს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არმიელთათვის ეს ძალიან ასე ვთქვათ ღირსების საკითხია. დღევანდელ შეხვედრაში გამოდგება და წყინვალე სამქულიანი ლამარ კარიმი სამქულიანით უკვე აგარში მინიმუმამდე შემცირდა 6 5 იგებს არმია. ორგზის ჩემპიონი არმია ვერ დავასრულებ მე ჩემი საქმელი არმიასთან დაკავშირებით ორგზის ჩემპიონი. სადაც სამი ის გუნდი, ну რა თქმა უნდა, ეცება ყველანაირად რომ არ გამოვარდეს ასე ნაადრევ ეტაპზე. ასე არ ფიქრობ, თბილისის დინამო ბეკაჩიკულაძე ორქულიანი დაწინაურებს უკვე თავის გუნდს და მინიმალური უპირატესობით იგებს დინამოს 7-6 გაგდა. ირაკის ოსტანიას გუნდის სასარგებლოდ. კარგად ითამაშა დინამომ ეს ბოლო მონაკვეთი. არმიამაც ვერაფერი ვერ ჩააგდო საერთოდ. საინტერესოა რა დაემართა ხა არმია კალათბურთელებს. 5-0 გაქცევა დინამოსი. ოლუიჩი 7-0 გაქცევა უკვე 9-6. 6 თორის შემდეგ ანგარიში არის 9-6. მე მგონი გიორგი დამეთანხმები რომ ტაიმაუტი არც თუ ისე წურიგო იქნებოდა ეხა არმიისთვის. იმიტომ რომ დროც 4 წუთი და 20 წამია დარჩენილი უკვე. ანუ 7-0 გაქცევა დინამოსი ალბათ ამბურს თუ ვერ ჩააგდებს არმია ტაიმაუტი იქნება აუცილებლად, მაგრამ ჩააგდო გიორგი შარაბიძემ და 9-8 გახდა ანგარიში. ლამარ კარიმი სამქულიანი ჩააგდო ლამარ კარიმმა წყინვალე კალათბურთელი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ასევე ბურთის ტარება, რაც უნდა ალბათ სჭირდება დამთამაშებელს. სამქულიანის სროლა შესვლა ორნაბიტში ძალიან კარგი კალათბურთელი და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული. რა თქმა უნდა, ამ კალათბურთელმა დაამტკიცა უკვე თავისი კლასი ჩვენს ჩემპიონატში და არაერთი შეხვედრა აღწევს მისი ასე ვთქვათ ლიდერობით და ის კარგი თამაშის წყალობით მოგებული დინამოს გუნდს, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ითამაშებს ის პლეი-ოფში. და შარაბიძე კიდევ ერთხელ თამაშობს კარგად და მე კიდევ ერთხელ გავუსწავლ ხას რომ ეს ბიჭი იბუნებს ხელნერა თავის ოპტიმალურ ფორმას, რაც ძალიან კარგია. ამასობაში კი ორ ქულამდე გაიყვანა არმიამ სროლა ანგარიში არის 12 და კიდევ აქვს მინიმუმამდე შეამციროს გიორგი შარაბიძეს ანგარიში სროლა საჯარიმო სპორტის შემდეგ ეხება მის რეალური შანსი ნახოთ როგორ გამოიყენებს არმიელთა 23 ნომერი შესაძლებლობას კონსტრის საჯარიმო კიდევ ერთხელ მეორე ეს თამაში რა თქმა უნდა არ გადაწყვეტა შეგვიძლია ბოდით და თამაში
სურიალი პირადასობას ინაჩუნებს. როგორც შენ თქვი გიორგი, ოქროსას ფინალისტობას ეს თამაში არ მიისთვის. ოლუიჩი, ჩიკვილაძე, ორიქულა. დაცვაში ჯერჯერობით ვერაფერს ვერ უპირისპირებს არმია დინამოს, იმიტომ რომ მატჩის დასაწყისში რაღაც ითამაშეს, კარგი დაცვა არმიელმა კალათბურთელებმა, მაგრამ შემდეგ ძალიან მარტივად ახერხებს დინამო ქულების მოპოვებას. რაც ჩემთვის პირადად გასაკვირია. შარაბიძე ორმაგი დაცვა მასზე. არღა საყვარელიძეზე პასი სამფულიანი ვერ ჩააგდო საყვარელიძემ და სადაო დაუსვინა დაზამაჩალაძე, მაგრამ სადაო ეპიზოდია მე მგონი ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ხა არ იყო თლათ ესეთი ებატაო თუმცა მოდი მიჩავერევით არბიტრების კომპეტენციას. ჩარევით არც ვერევით, უბრალოდ ჩვენ აზრს ვაფიქსირებთ. მაგრამ აი ვარ გამოვიდეს არაკორექტულად ჩვენ მხოლოდ ამას მივადევროთ ორი განვიხილავთ უბრალოდ ეპიზოდს. ჩიკვილაძე, კარტერი, ქარიმი. ამარ კარიმი ბრწყინვალედ ითამაშა, ვერ ჩააგდო ამჯერად ზვიად ბაბიაშვილმა მოხსნა ბურთი, რომელიც შემოვიდა ცოტა ხნის წინ გიორგი ჯგერენიანის ნაცვლად. გამყრელიძე. არც თუ ისე კარგი პასი, მაგრამ ფარღალამ დაიჭირა ბურთი. ბაბიაშვილი ვერ ჩააგდო ბაბიაშვილმა. 14 და 10 ანგარიში კვლავ ლეჟავა. კარტერმა ვერ დაიჭირა ბურთი, ხელებს სწრაფი შეტევა. 3-3-ზე გამყრელიძე, მაგრამ პოზიციური იერიში ამჯობინა ეხა არმის მეოთხე ნომერმა. რეპორტაჟს ევროპაბეტი წარმოგიდგენ, შეგახსენებთ და ჩვენების გენერალური სპონსორია ახალი Kia Cerato. დინამოელთან არად არმიამას დაკარგა ბურთი. მოდი ვთქვათ ირაკლი ისპაკის რომ საკმაოდ საინტერესო გამოდგა ზოგადად სპორტ კომპლექს არენას ფაქტორი, რადგან ჩემი აზრით უფრო სპორტული ჯანსაღი ატმოსფერო იქნება აქ, უფრო ხო, იმიტომ რომ უფრო პატარაა და გულშემატკივარიც ხმაც უფრო ისმის. მოერგო ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრია. ჩვენი ჩემპიონის თამაშის უფრო ესეთი პატარა და კომპაქტური დარბაზი უფრო მოუხდებოდა, რა თქმა უნდა სპორტის სახე კარგია რომ ივსებოდეს, მაგრამ ვინაიდან ეროვნულ ჩემპიონატზე არ დადის იმდენი მაყურებელი, იმ გონი დროებით ძალიან კარგი იქნებოდა თამაში ძალიან ტანდებოდა სპორტზე. აქ მე მგონი უეჭველი ჯარიმა არ დაფიქსირდა ეხა, იმიტომ რომ გამყრელს აშკარად ხელში მოარტყეს სამქულიანის როლის დროს, მაგრამ ასეა თუ ისე ჯარიმა არ დაფიქსირდა, ლეჟავა დაждდა სათადარიგოთა სკამზე და ჩემს მიერ ნახსენები ფილ კლაიმენი შემოვიდა მოედანზე და ასევე ბესიკ ლეჟავა და ანატოლი ბოისა შემოვიდნენ არმიის შემადგენლობაში. ლეჟავა, რომელიც სამწუხაროდ წინა შეხვედრის მისდა სამწუხაროდ ანტიგმირი გახდა. შეტევაშია თბილისის დინამო ბეკაჩიკულაძე ფილ კარტერი მოწოდნა თავად აპირებდა შესაძლოა შემდეგ ფაილის გადააწოდა და ბოისა რა შუაში იყო ეხა ანატოლი ბოისა? ბოისა დააჯარიმა მსაჯდა არაფერ შუაში არ იყო ეხა? ზონაში ზურგი დიდია უბრალოდ თავისთვის. კლაიმენ დაახტა თავზე. ბლოკი არც დაუყენებია ფაქტია. ნუ ჯარიმა არ უნდა დაფიქსირებული იყო მე მგონი. ასეა თუ ისე დაფიქსირდა და კიდევ ერთი იდენტური მომენტი მე მგონი რაც იყო წინა შეხვედრაში. ბურთის შემოტანის დროს არასწორად აიყვანეს კაცები თავის მეურვეებს არასწორად ეთამაშდნენ არმიის კალათბურთელები და ორი ქულა. ამჯერად ოლუიჩმა ჩააგდო. ბაბიაშვილი ექსკულამდე გაზარდა დინამოს უპირატესობა და თუ თავიდან არც თუ ისე შედეგიანი თამაში ნახეთ ჩვენ უკვე ბოლო პირველი მეოთხედის ბოლო წუთები საკმაოდ შედეგიანი გამოდგა და 16-10-ია. ბოლო წუთი მიმდინარეობს შეხვედრისა და ახლობით ნახევარწუთზე ნაკლებია დარჩენილი. ორი აცილებული ბურთი ჩიკულაძემ ააცილა. ნახეთ დღევანდელ თამაში უკვე არმია გადადის თავის შეტევაში და გიორგი გამყრელიძე ბურთის თიგობს მოუძებნოს გასაგები მეტოქის დაცვას. ლეჟავა ბურთით წინ ბეკაჩიკულაძე ნახოთ რას გააცნობს. ლეჟავა დრო უფრო და უფრო ცირდება სასწავლო შარაბიძემ გადაწყვეტილა, მაგრამ ვერ ჩააგდო ვინ მოხსნა ბურთი ლეჟავამ. ერთი წამია უნდა ესროლოს ლეჟავა, მაგრამ ამოეპარა დრო ამერებს დამოიწურა სათამაშო პირველი მეოთხედისთვის განკუთვნილი 10-16-10-ია. აგარში პირველი 10 წუთის შემდეგ.
ჩვენს ეკრანებზე დინამოს გულშემატკივრები, გლადიატორები, რომლებიც თავის საფეხბურთო თუ საგალობურთო გუნდს ყოველთვის გულმხილვარით უჭერენ მხარს და ყველგან დახვდებიან, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია საქართველოში და იმედია ასეთი თუ იქნება ის ფაქტი რომ ეს ბიჭები მართლაც ესე დიდი სიყვარულით და დიდი ენთუზიაზმით ხალხში უდგნენ როგორც საგალობურთო გუნდს ასევე რა თქმა უნდა საფეხბურთო გუნდს და თავისი წვლილი ნამდვილად შეაქვს დინამოელთა რა თქმა უნდა გულშემატკივრობა როგორც ყველა სპორტსმენს აქვს ნათქვამი ყველა სპორტში თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს ნუ ძალიან კარგია მართლაც როდესაც გიჭერენ მხარს ესე ძალიან კარგად და ორგანიზებულად ესა თუ ის ადამიანები დაიწყო მატჩის მეორე მეოთხედი ხუთეულები თქვათ უცბად გიორგი გამყრელიძე ზვიად ბაბიაშვილი ბესო ლეჟავა ანატოლი ბოისა და გიორგი შარაბიძე არმიის ხუთეული რაც შეეხება დინამოს ხუთეულს ლეჟავა შიკვილაძე კარიმი კარტერ ლუიჩი კი კლაიმენი ის არა ლუიჩი არ არის კლაიმენია ეს კლაიმენი დიახ კლაიმენი 23 ნომრით და პირველი მეოთხედი შეբი 16 წუთი და დინამოს ასარგებლად ბაბიაშვილს კი შანსი ჰქონდა იქა თუნდაც ერთი ბურთი შეეცინებია საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ვეტერანი მოთამაშე ზვიად ბაბიაშვილი გუნდის კაპიტანი და ძალიან მოკლედ თქვათ ის რომ ეს შედგა ორი მეოთხედფინალური შეხვედრა მოთამაშეებმა და სპორტ კომპლექს არენაში და ოლიმპია დაამარცხა თესევ 77 და გავიდა სერიაში მოიგო 2-0 თესევთან დაპირისპირდა და გავიდა ნახევარფინალში ხოლო და საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა დაამარცხა სოფლი ასევე სერიაში 2-0 გეუნდელი თამაში 80-67 დაფიქსირდა პირველ შეხვედრაზე მოგებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაც ასევე გავიდა ნახევარფინალში ეს თუ მოიგებს დინამო დაეუფლება ისიც უკვე სერიაში 2-0 და დაეუფლება ნახევარფინალის საფრთხეს შეხვდება ოლიმპს ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდის მეტოქე ნახევარფინალში იქნება რუსთავისა და ქუთაისის საკალათბურთო გუნდებს შორის გამარჯვებული კლუბი ამ გუნდების დაპირისპირება კი დაიწყება ქუთაისში განმეორების შეხვედრა შედგება უკვე და 8-ში რუსთავში წინვალე მოძრაობით ჩააგდო გამყრელიძე მე ხა ორკულიანი და სამი ხულა უკვე სხვაობა დინამოს სასარგებლოდ 16-13 ანგარიში ლამარ კარიმი ბურთით ლეჟავას ეთამაშება წინვალე მოძრაობით მოატყუა ლეჟავა მაგრამ ლეჟავამ შემდეგ ხელი წაურტყა ბურთზე და დააკარგინა მეტოქეს ბექაჩი ყვილაძეს ჯარიმა გიორგი შენ წეგან აღნიშნე არენა სპორტ კომპლექსის არენა ფაქტორი და ძალიან კარგია მეც და მომხრევარ რომ ესეთ არენაზე ჩატარდეს ჩვენ ჩემპიონატის მატჩები მაგრამ ნუ ერთი მინუსი აქვს ტაბლოზე უბრალოდ ვერ ხედავთ ვის აქვს ჯარიმა და ვის რამდენი ქულა აქვს და ამიტომ ეს ერთადერთი დისკომფორტი ჩემს ეს აქვს ამ არენას დანარჩენი მართლაც ყველაფერი ძალიან კარგია და ძალიან მაღალ დონეზეა აუცილებელია თანამედროვე ტაბლო არა მარტო აქ არამედ ჩემპიონატის სპორტის სასახლეში სადაც ალბათ ყველა იმ არენაზე რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი დონის მოთხოვნებს ნუ პირადად მე ევროპის ჩემპიონატს ვიყავი ლიტვაში და ყველა არენას ჰქონდა თანამედროვე ტაბლო თავისი ეკრანით და აცილებით უფრო თვალსაჩინოებისთვის ალბათ რო უკვე საქართველოშიც დამონტაჟეს უფრო თანამედროვე ტექნიკის აპარატურა აჩექება იმ ტაბლოს რომელიც სპორტის არენაში რამდენად უფრო არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებსაც რომელიც ჭირდება თუნდაც ჩვენ ჩემპიონატს ეს ყველაფერი გამოსწორდება თუნდაც მომდევნო ჩემპიონატში მათ შეეხება თავად შეხვედრას რომელიც მოსალოდნელი იყო ძალიან დაძაბულია მატჩი ძალიან საინტერესო და დრამატულია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ არმია ალბათ მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის რომ მოქმედი ჩემპიონი ორგზის ოქროს მედალოსანი ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული თავის სამინისტროს გუნდი ნაადრევად არ გამოეთიშა მოსპარეზობას თუმცა ამდენად არ ვფიქრობ დინამოზე რომელსაც მორიგი ზუსტი შესვლა განახორციელა ამ შემთხვევაში გიორგი გამყრელიძე ბურთით არმიამ რაღაცა უნდა გამოასწოროს ბურთს ვერ აგდებენ ელემენტარულად ეხა თავდაცვის სამინისტროს გუნდის მოთამაშეები ესო ლეჟავა შარაბიძის ბლოკი ლეჟავა თავად და ძალიან ლამაზი მოძრაობა ყოჩახ ძალიან ლამაზი მოძრაობა და სამქულამდე შეამცირა ანგარიშის სხვაობა მეორე მეოთხედი 7 წუთი რჩება პირველი ტაიმის დასრულებამდე 18-15 იგებს თბილისის დინამო კარტერი
ჩიკვილაძე, ანატოლი ბოისა მის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ჩვენ ჩემპიონატში. კარტერი მარტო დარჩა და კარტერი ესაც ყოველთვის ჩააგდებს 90%-ს მაინც, იმიტომ რომ ძალიან კარგი საშუალო აქვს ამ კალათბურთელს და ახლაც დაამტკიცა ეს ყველაფერი. ჩააგდო კიდევ ერთი 2 ქულა 20-15. კიდევ ერთხელ ვიდაუღიშე რომ ამ გუნდების პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, რომელიც 2 დღის წინ შედგა, იყო გიორგი შარაბიძე, რომელმაც 25 ქულა დააგროვა 10 მოხდასთან ერთად 23 უკაცრავად და ნორმალი დუბლი შეასრულა. ეს მოთამაშე ხანძრის რავიანობის შემდეგ იბუნებს თავის ჩაულ ფორმას და ამის დადენი მაგალითია სწორედ პირველ შეხვედრაში ძალიან კარგი თამაში. მეკა ჩიკვილაძე იყო პირველ თამაში თავის გუნდის შემოქმედებაში ყველა შედეგიანი. დინამოელთა ბომბარდირება 20 ქულა მიიტოვა საკუთარ აქტში. არბიელთა შეტევა ბოისას შესრულებით, თუმცა სუფთა ჯარიმა იყო ნამდვილად. მასთან ბრძოლაში დინამოელები და უკვე ბოისა სწორი სასტვენი იყო და ბოისა ორ ჯარიმას ესვრის. ჯარიმოთ ხოცნას განახორციელებს, მოდი ერთსაც ვიტყვი. ამ გუნდების დაპირისპირება რეგულარულ ჩემპიონატში მიმდინარე გათამაში მოსკოვში, რა თქმა უნდა, დასრულდა ერთხელ არბიელთა გამარჯვებით პირველ წრეში, ხოლო მეორე წრეში უკვე მოიგო დინამო, ასე რომ რეგულარული პირველობის შედეგების მიხედვით ანგარიშია 1-1. ბოისა პირველი საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და 20 ქულამდე დაიყვანა და ჩამორჩენა 20-16 იგებს ისის დინამო, ნახოთ მეორე შემთხვევაში ასევე ზუსტია ბოისა და 20-17 დინამოელთა სასარგებლოდ. მეორე მეოთხედის დასრულებამდე კი 3 წუთი ნახევარზე ნაკლებით შევა. ეჟავა და ბოისა დააჯარიმეს. კიდევ ერთი საეჭვო გადაწყვეტილება ალბათ. აქედან გიორგი ჩანდა რომ ბურთზე ითამაშა ანატოლი ბოისა. მაგრამ საჯი იქვე იდგა და ჯარიმა დააფიქსირა. მოდი პატივისცემთ მის გადაწყვეტილებას, ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია რომ განვიხილოთ ეს ეპიზოდი და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ასეა თუ ისე ორ ჯარიმას ესვრის ლეჟავა. დავით ბერეგაშვილი თქვენს ეკრანებზე. მის უკან კი სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზამბახიძე იყო. პირველი ჯარიმა ჩააგდო ლეჟავამ. 21-18 გახდა ანგარიში დინამოს სასარგებლოდ უკვე. 22-18 წივწივაძე 21-17 ანგარიში. 18 გახსოვდა მეცადობას. არმიას დინამოს საჯარიმო არმიას ჩაუწერეს და ამის მიზეზი იყო ეს ყველაფერი. ჩვენს დაგვაბნია ასე ვთქვათ. ერთხელ ამ ელემენტარულ შეცდომამ მთელი მატჩი ის თამაში პატაშოვის დინამოს ოხუმის. ძალიან კარგი თამაში იყო ასობაში. ლეჟავა გენაია და უკვე ჯარიმდებიან ჯგენაის ბრძოლაში. კიენ კარტერი. კარტერი დაჯერებდა. დიახ ეს მისთვის. მესამე პერსონალური. ასე რომ ცოტა უნდა იყოს დინამოელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე. აუთხილდება ალბათ მას ახლა იაკ ხოშტარია ამ მიზნით ასვენებს და მის ნაცვლად მოედანზე შემოდის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა დინამოსთვის მეკა ჩიკვილაძე. რომელიც კაპიტანია. შესაძლოა ჯერმალოტი ვერ ახერხებს და ვერ იყენებს პირველ საჯარიმო კორსას, ნახოთ რა. ცოტა უხერხულად ესროლა ხო მე მგონი პირველი ჯარიმა. აი მეორე შემთხვევაშიც ძალიან გაუჭირდა, თუმცა საბოლოო ჯამში ბურთი მაინც ჩაეშვა კალათში და ერთი ქულა შეემატა არმიელთა გუნდის აქტივს 21-18 ანგარიში 3 ქულით წინ თბილისის დინამოა და შეცდომიანები არიან სწორედ შეტევაში. ლაიმენის სამკულიანი ამოუვარდა და წივწივაძე ბურთით. რომ ძალიან კარგი ატმოსფეროა მოკლეს არენაში. მართლა ძალიან სპორტული და აჟიოტაჟის ფონზე მიმდინარეობს შეხვედრა. თამაში ახლა განსაკუთრებული წვლილი დინამოს კომაგებს მიუძღვის, რომლებიც საერთოდ ბრავად არიან ტრიბუნაზე ამასობაში. გიორგი, ერთი რამ მინდა თქვა ზოგადად 21-18 ანგარიში, როდესაც მეორე მეოთხედის ნახევარი გასულია უკვე. საკმაოდ დაბალ შედეგია. საკმაოდ კი არა, მე მგონი ძალიან შეხვედრა და მოდი ვთქვათ რომ ძალიან დიდია ყოველი ქულის ფასი და ალბათ ორივე გუნდის კალათბურთელები მაქსიმალურად არიან დაძაბულები.
გავარკვათ ასე და ალბათ ჩემი აზრით ასე ამოიჩნდება ეს ფაქტორი. ხონა თან არც მისდით თამაში, ვერ აგდება მეთებს. კარემი სამხულიანი ჩააგდო. ესე, როდესაც კარიმს დატოვებ მარტო სამხულიანს აუცილებლად ჩაგიგდებს, როცა კარტეს დატოვებ საშუალოზე აუცილებლად ჩაგიგდებს. დაცვაში გამოსასწორებელი აქვს თამაში არმიას. ანტონი გოისა შეტევაში მისი აიმენია, გადადა ცივცივაძე სამხულიანიდან მოსიძა ჩააგდო, თუმცა პეკი დააბიჯა ბოლოს ორფრენზე. როგორი ორიანი? სამი ქულა. არა სამაჩებას და დაქტობის მომენტში ჰაერში დაშვების დროს დაადგა ხაზე ფეხი, სანამ აიწეოდა ზემოთ არ ედგა. რომ ცივცივაძე და საბედნიეროდ ეს ხორცა სამხულიანი გამოდგა და 24-21 სამი ქულით იგებს დინამო შეხვედრას და კვლავ არმია შეტევაში ეძლევა თავისი სამის კალიფიკაციას კიდევ უფრო შეამცირა თავისი გამოჩენა, მაგრამ ვერ იყენებენ ამ შანსს. მიუხედავად ამისა, ბურთი კვლავ პოტენტუშის კალიფიკაციები არიან. ანტონი გოისა ბურთი ჩიკულაძეა. ცივცივაძე გოზებნა ბორისა ცივცივაძე კვლავ ყოფნა ამჯერად არ გამოუვიდა ზუსტი ეს სროლა და უკვე დინამო გადის შეტევაში. ასე შეიძლება ეხლა ცივცივაძეს გაეკეთებინა, მაგრამ სროლა გადაწყვიტა მაინც ჩიკულაძე. ლეჟავა ოლუიჩი შეტევაში გარიმა კვლავ არმიას შანსი იმისთვის რომ ან ერთქულამდე დაიყვანოს მეტოქის უპირატესობა ან გაათანაბროს ერთ ანგარიში. ეხლა 4 ქულიანი შეტევა თუ იქნა გავიდეს. ძალიან იმედი მაქვს რომ ეს შეხვედრა ბოლო წუთებამდე იქნება ძალიან დაძაბულთა გამარჯვების მეტი ისევე როგორც წინა თამაშში გააცხადა ბოლო წუთებზე. სხვათა შორის გიორგი გაწყვეტინა ლოდში მატჩის წინ ესეთი პროგნოზი გამოუთქვი, როდესაც გითხეს რას ვუყურებდი ამაზე, ოვერთაიმი იქნება ჩემი აზრით, მაგრამ ნახოთ. რა თქმა უნდა, აცე ფაქტია გამორიცხული უკვე მინიმუმზე დავიდა. ანგარიშის სხვაობა 24-23-ია დინამო იგებს, თუმცა გავიხსენოთ, მოდი აი სამხულიანი ბეკა ჩიკულაძის შესრულებით და 4 ქულით გაასწრო დინამო მეტოქეს 27-23 და მეორე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთი და 32 წამი შეება. შესაძლებლობას იგებს საკალფო თამაშიც მართლაც ბოლო წუთებამდე მაქსიმალურად დრამატული იქნება და მოწინააღმდეგის ასე ვთქვათ მოშვების და თავისუფლად გამარჯვების უყურებელთა საშუალებას და ავიხსენოთ ის რომ გარდამავალი უპირატესობით გავითარდა შეხვედრაში მოვლენები დაიწყო არმიელთა უპირატესობით თამაში იგებდა კოლეტუბუშის გუნდი, თუმცა შემდეგ დინამო მოახერხა აღმოფხვრა ჩამორჩა და გაასწრო კიდეც მეტოქეს და უკვე იგებს თამაშს 4 ქულით ასე რომ არჩევი 20 წუთში კიდე რა მოხდება მერთმა იცის და ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკეთეთ ვერანაირ პროგნოზს თუმცა ეს შეხვედრა შესაძლოა ორი ძალიან თანაბარი ძალის გუნდი თამაშობს. ბუნებრივია, ნუ არმია რაც ლეგიონერები წავიდნენ იმის შემდეგ ვეღარ არის ისეთი დომინანტი როგორც აქამდე იყო, ნუ 10 თავი ჯობდა ყველას მოდი პირდაპირ ვთქვათ, როდესაც ლეგიონერები ყავდა ყველას უგებდა და თითქმის უპრობლემოდ თან ყველას ის ორი ოქროს მედალიც ჩემპიონატში მოპოვებული, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ადასტურებს ამ მოსაზრებას, მაგრამ ეხლა როდესაც ქართველი კალათბურთელები არიან, არმია არის სადღაც მე-4 ადგილსანი დონის გუნდი. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მაგრამ მაინც ძალიან კარგი გუნდია. კალათბურთელების ფონზე ალბათ შიდა კონტინგენტი ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ყავთ. კი, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ბესოლეჟავა, გიორგი გამყრალიძე, ანატოლი ბოისა, ლაშა პარღალავა და თუნდაც გიორგი შარაბიძე ძალიან კარგი ჩამონათვალია და ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, ეს არის ყველა, ნუ იგივე მაინც ბეკა წივწივაძეც არ არის ცუდი კალათბურთელი. არავინ არ არის ცუდი კალათბურთელი, პირდაპირ ვთქვათ, ეხლა არმიის შემადგენლობაში, მაგრამ რაღაც აკლიათ ამ კალათბურთელს. ანუ ნახოთ. ძლიერ მეტოქებთან შედარებით ალბათ სწორედ ის, რასაც ლეგიონერი ქვია. კი. კიდევ იმ გარემოებასაც მინდა გაუსახაზრო, სწორედ ლეგიონერებთან ერთად მოუგეს დინამოს არმიელებმა პირველ წრეში. მის შემდეგაც უკვე უცხოელების გარეშე მეორე წრეში დამარცხდნენ, ასე რომ ეს ალბათ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ძალიან დიდ ძალას წარმოადგენდნენ უცხოელი კალათბურთელები კოლექტივში. ირაკლი კეიდია შემოვიდა დინამოს შემადგენლობაში ამასობაში 2 წუთი 45 წამი მატჩის პირველი ნახევრის დასრულებამდე 27-23 წინ არის დინამო. ლეჟავა
წინვალე მოძრაობა ფარღალავა სამქულიანი გაუშვა ვერ ჩააგდო შარაბიძე მოხდა ბურთი და დაამატა 27-25 კარგია გიორგი შარაბიძე ეხა ფართან და გამოიყენა ის შეძლო რომელიც მას მიეცა თუმცა პირველ ეპიზოდში ციცივაძის პოსტას ძალა დააკდა ალბათ და ალბათ აქ ეპიზოდები უნდა გამოიყენოს მაგრამ გიორგის მაჩორიც გვინახავს არაერთხელ ისეთი კალბურთები რომლებიც მეტოქესთან ერთად როდესაც მეტოქე ეთამაშება და უხეშად უთქვი ხელზე აზის მაშინ უფრო კარგად ისთვის ვიდრე მარტო მყოფი ეს კალბურთელის მაინც ფსიქოლოგიურ მომზადებაზეა დამოკიდებული ალბათ და მის ხასიათზე 27-25 ანგარიში სამი პერსონალური შენიშვნა აქვს ბექა ჩიკვილაძეს კიენ კარტერს აც სამი პერსონალური შენიშვნა აქვს ძალიან დაიტვირთა დინამო აი ამ მხრივ მართლაც ალბათ საყურადღებოა და საგანგაშოს კი შეიძლება ითქვას რადგან ჯერ პირველი ტაიმი არ დასრულებულა და ვიდეო დაკუნძული არიან პერსონალური შენიშვნებით ამასობაში მესოლეჟავა ვერ მოახერხა მესოლეჟავამ კი არა მე მგონი ამოუვარდა სრულიად შემთხვევით ისეთი ბურთი ჩავარდნილი ბურთი ამოვარდა ჩავარდა ასე ხო მაინც მესოლეჟავს გამოუყენებენ მოახერხა არმიელთა ხუთე ნომერმა ჩაგდება და მინიმუმამდე დავიდა ანგარიშის სკოლა დინამოსაც არგებოდ 27-26 და დინამოები არიან სწორედ ჩეტევაში კარტერი ჩაგ ისევ მარტო კიენ კარტერი დაცვაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ არმიამ რაღაც უნდა მოიფიქროს რომ ბოლო-ბოლო მეტოქეს ხელი აუწიონ არ შეიძლება ეხა ესე მარტო დატოვება კიენ კარტერის ფარღალავა შევიდა ვერ ჩააგდო კლავმან მოხსნა ბურთი მანაც ვერ ჩააგდო ისე ვერ ჩააგდო ჩიკვილაძე ჯარიმა შუფთა ჯარიმა იყო მეორე პერსონალური ძვიად ბაბიაშვილს კი მეორე პერსონალური მას და ანატოლი ბოისას აქვს ორი პერსონალური არმიის შემადგენლობაში ჩიკვილაძე კი განახორციელებს საჯარო პროცესს დინამოს და ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აიგერის შევა უკვე 30-26 ოთხულამდე გავიდა ოთხულას მიაქცია დინამოს უპირატესობა მეორე შემთხვევაში დინამოს უპირატესობა ანგარიში 31-26 და მეორე მეოთხედის დასრულდა წუთი და 14 წამირჩება საყვარელიძე შემოვიდა ბაბიაშვილისთან სვად ატენციოზე ეს თავისი გულის მოვიდიერის გაითამაშა როზოვასთან და ლეჟავა შარაბიძის ბლოკი საშუალო ლეჟავასი ვერ ჩააგდო ჯარიმა შარაბიძეზე თუ არა კეიდია დააჯარიმა ეხა გაზა მაჩალაძემ ცოტა უცნაური ჯარიმა ესეც ჩააგდო პირველი შარაბიძემ 31-27 წუთი და 1 პირველი ნახევრის დასრულებამდე მეორე ჩააგდო სამი ქულა სხვაობა ლამარ კარიმი ჩიკვილაძე კეიდია წინვალე კომბინაცია აი პარად კეიდია არმიელთა განახაზერებს და ჩიკვილაძე ძალიან კარგი პასი შემდეგ პრობლემა ჩააგდო ორი ქულა დინამოსთან მე-13 ნომერმა 33-28 გახდა ანგარიში და ნახევარ წუთზე უკვე ნაკლები რჩება პირველ ტაიმის დასრულებამდე მორიგი არაზუსტი შეტევა არმიელთა შესრულებით და იღამ დაისაჯენ ეხა ჩიკვილაძისგან არმიელები უნდა ითქვას რომ ასეთ შეხვედრაში მიუხედავად იმისა რომ ძალიან ალბათ უფრო მეტი სიზუსტე და უფრო მეტი კონცენტრაცია მართებს უფრო არმიის კალბურთელს ძალიან ბევრ გეთახმები აბსოლუტურად მართალია ნუ ეხა 33
მეორე მეოთხედის ბოლოს არის ძალიან ცოტა. ალბათ პირველ ტაიმის შემდეგ ჩვენ ნახავთ სტატისტიკურ მონაცემებს და მეოთხედების მხრივ ბატონო იქაც იქნება დამომწურავი ინფორმაცია. ის ფაქტი რომ ძალიან ბევრი ბურთი ნუ პროცენტი ექნება ძალიან ცუდი ორივე გუნდს ბუნებრივია. სწორედ შემოვიაკლი და მე მგონი კვაყოფილი არიან გლადიატორები კაცი ვხედავთ მათ თუმცა დიდად არ აღინიშნებათ ჯერჯერობით კვაყოფილებას. ნუ ეხლა თლათ კვაყოფილი არც უნდა იყვნენ, მოდი პირდაპირ ვთქვათ. ნახევარიც არ დასრულებულა თამაშისა, ასე რომ თუ მოიგებს დინამოების შემთხვევაში და ესეთი უპირატესობით დასრულება. მაშინ დაეთხოვა სახეზე ნამდვილად კვაყოფილი. გაიხარებენ და ალბათ გეოგრაფიის აღებას ზეიმსაც მოაწყობენ გლადიატორები. მასობაში განახდება ბოლო წამები პირველი ნახევრისა და ბექა ჩიკულაძე ესვრის ორჯერ იმას. სადარმო ყოსნებით და მასალაზე შეუძლია თამამად განაახლებიოს თამაში ბეკა ჩიკულაძეს აი გადააწყვეტა ბურთიც დინამოთა კაპიტანს და გოლ საჯარიმო კეთილს შეასრულებს დინამოთა მეექვსე ნომერი პირველ შეფარიდან ჩიკულაძეს ანგარიში შენარჩუნდა ტაბლოზე ახლა მეორე ხელობა როგორი იქნება ჩიკულაძესა ინჟინერთა სისტემა გაისწორა სამისდენ ჩიკულაძემ და 34-28 გახდა ანგარიში 6 გოლს იგებს თბილისის დინამო და ბეკა წივწივაძე ბურთით ნახოთ დროზე ითამაშებენ ეს უეჭველია და როგორ დაასრულებენ შეტევას ნახოთ წივწივაძე არასპორტული ჯარიმა შანსი მისცა დინამომ ეხლა არმიას რომ კიდე უფრო მეტით თოთა გევაზომია იყო ეს ნუ დინამოთას ვთქვათ ახალგაზრდა მალბურთელი საკმაოდ გამოუცდები და მოდი ვთქვათ ძალიან მოინდომა ეხლა დინამოთა 23 ნომერმა ამ ეპიზოდში მიეცა მას შანსი პლეიოფში თავის გამოჩენისა და ზედმეტად მოუვიდა ეხლა ეს ჯერჯერობით ვერახერხებს გამოიყენოს ამდენი შესაძლებლობა თქო ის რომ ამოიწურა სათამაშო პრაქტიკულად 10 წამი დარჩა და გამოიყენოს მაქსიმალურად ყველა ის შესაძლებლობა არმიელებმა რომელიც მათ მიეცემა დარჩენილ დროში სწორედ მათ აქვთ ბურთი და ისინი განაახლებენ კვლავ თამაშს საყვარელიძე შემოვიტანს ამაჩი რა ანგარიშიც არ უნდა იყოს მე მგონი გადაწყვეტილი არაფერი არ იკრება წინა შეხვედრის ორი აზრი არ არის თუმცა ალბათ მნიშვნელოვანია მაინც რომ ის ხომი დაგავდოს არმიელები კარიმი ცენტრიდან რა თქმა უნდა ვერ ჩაავთ ჩაუგდია მაგრამ ეხლა ძალიან უხერხულად ესროლა ასეა თუ ისე პირველი ნახევარი დასრულდა 34-29 და თუ ესე მორჩა ყველაფერი მატჩის ბოლოს არმია დაემშვიდობება ჩემპიონატს რაც ძალიან ცუდი იქნება მათთვის და ალბათ ჩემპიონატისთვისაც იმიტომ რომ ეხლა ჩემპიონი რო ესე მალე გამოეთიშება ჩემპიონატს თქვათ კარგი არ არის მაგრამ ნახოთ როგორ ითამაშებს არმია მეორე ნახევარში მასზეა დამოკიდებული ბუნებრივია ყველაფერი შევისვენოთ და შემდეგ დაბრუნდეთ პირდაპირ ეთერში